თბილისის საქალაქო სასამართლოში ასევე 4 ოქტომბრის საქმის განხილვაც გრძელდება. დღეს განეხილება 4 პირის საქმე, ესენი არიან მარიამ მეყანწიშვილი, ანტონ უპერი, ნანა სანდერი, აბო ნავერიანი. კონკრეტულად რა ეპიზოდებზეა მსჯელობა, დია ბაძაღუა შემოგვიერთდება სასამართლოდან, ის მოგყვება სხდომის დეტალებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში დაახლოებით 2 საათია, რაც 4 ოქტომბრის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. ამ საქმეზე ბრალდებულები არიან მარიამ მეყანწიშვილი, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის თავისუფალი, ასევე ნანა სანდერსი და აბო ნავერიანი, რომლებიც საპატიმროში იმყოფებიან და ანტონ უპერი, რომელიც არის მიმალვაში. სასამართლო დარბაზში ამ წუთებში იმყოფებიან აბო ნავერიანი და მარიამ მეყანწიშვილი, რაც შეეხება ნანა სანდერს, ის საკუთარი სურვილის საფუძველზე დღეს სასამართლოს ერთვება დისტანციურად, რადგან როგორც განმარტა, ის ემზადება საკუთარი საბოლოო სიტყვისთვის, რაც შეეხება უშუალოდ პროცესს. დღეს ამ წუთებში მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის წინაშე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს პროკურორი ლაშა ცქვიტარია. მისი დასკვნითი სიტყვა არის საკმაოდ ვრცელი, 80 გვერდიანი, ის დეტალურად საუბრობს საქმეში დართულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რომელთა შორის არის საჯარო ინტერვიუები, სოციალურ ქსელში გაკეთებული პოსტები, ასევე სხვადასხვა ტიპის ექსპერტიზის დასკვნები და ვიდეოები. მანამდე კი ვიდრე პროკურორი დაიწყებდა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმას, მან დააყენა შუამდგომლობა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეს საქმეში დაერთო ეგრეთ წოდებული ლიდერების საქმეზე გამოტანილი განაჩენი, იგულისხმება პოლიტიკური ლიდერებისა და მათთან ერთად დაკავებული პირების მიმართ გამოტანილი განაჩენი, რასაც ეწინააღმდეგებოდნენ ადვოკატები, რადგან ამბობდნენ იმას, რომ მათთვის გაუგებარი იყო თუ რა შემხებლობაში იყო მათ წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ამ საქმესთან, თუმცა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა და საქმეს დაურთო აღნიშნული როგორც ერთგვარი ცნობა და ინფორმაცია. გრძელდება კვლავ ამ წუთებში ეს პროცესი. ჩვენ ვესაუბრეთ სხდომის დაწყებამდე როგორც მარიამ მეყანწიშვილს, ასევე ნანა სანდერსის ადვოკატს და პროკურორს. პროკურორი ამბობს იმას, რომ საქმეში დევს მტკიცებულებები, რომელიც სრულად ადასტურებს ბრალდებულებისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებას, რაც შეეხება მარიამ მეყანწიშვილს, აქტივისტს და ასევე უფლებადამცველს. ისინი ამბობენ, რომ საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ დევს, რომელიც ბრალდებულთათვის წარდგენილ ბრალს დაადასტურებს. დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება წარადგენს დასკვნით სიტყვას, რომლის ფარგლებშიც დეტალურად მიმოიხილავს, შეაჯამებს და სამართლებრივად შეაფასებს საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებებს. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს სხდომებზე გამოკვლეული ვიდეო ჩანაწერების, დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებების, ექსპერტიზის დასკვნებისა და დოკუმენტების საფუძველზე სასამართლო დარწმუნდება ბრალდებულთა მიერ მათთვის შერაცხული დანაშაულების ჩადენაში და გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს. საპროცესო არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან არანაირი აღიარება იმ დანაშაულის, რაც არ ჩამიგენია, არანაირი თანამშრომლობა ჩემთვის ამ ეტაპზე დე-ფაქტო სტრუქტურის წარმომადგენლებთან არ ვაღიარებ და ვერც მაიძულებენ, რომ ვაღიარო ის, რაც არ არსებობს კონსტიტუციით. პირველი კონსტიტუციის, ესე ვთქვათ, დამრღვევი პირები ჩემზე ზეგავლენას ვერ მოახდენენ და ვერ მიკარნახებენ, რა უნდა გავაკეთო, როგორ და რანაირად და შესაბამისად უფლება მაქვს კონსტიტუციით ასევე, რომ დავიბრუნო უზურპირებული ქვეყანა როგორც ქართველს და შესაბამისად დამხობა რეჟიმს არის სრულად ლეგიტიმური სიტყვები და არაერთხელ მithქვამზე კიდევ ერთხელ გავაჩერებ დამხობა რეჟიმს თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. არ აღიარებს არც ერთ ბრალად წარდგენილ ქმედებას, რადგან ასეც ბუნებაში ადგილი არ ჰქონია, რაიმე დანაშაულებრივი ნიშნები მის ქმედებებში არ იკვეთება და ვერ დაამტკიცა ბრალდების ხარენ მტკიცებულებების გამოკვლევის დროს. შესაბამისად ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ნანა სანდერი გაამართლდეს წარდგენილ ბრალდებებში და გვაქვს ამის სრული სამართლებრივი საფუძველი, რომ გასულ კვირას ამ საქმეს, ამ ეპიზოდს ცალკე საქმედ გამოეყო 8 პირის საქმე, რადგან მათ აღიარეს, დათანხმდნენ ბრალის აღიარებას და 3 წლიან პირობით მსჯავრს და გააფორმეს საპროცესო შეთანხმება. შესაბამისად, ეს 8 პირი გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდანვე და ამ დრომდე შეეძლო ნებისმიერ ბრალდებულს, რომელსაც ჰქონდა ამის სურვილი, რომ მიემართა პროკურატურისთვის საპროცესო გარიგების მოთხოვნით, თუმცა აღნიშნული 4 ბრალდებული ამბობს იმას, რომ ისინი ბრალს არ აღიარებენ და უარს აცხადებენ საპროცესო შეთანხმებას დაკავშირებით, რადგან მათი თქმით გაუგებარია მათთვის და მიუღებელია აღიარონ
არონ ბრალი, რომელიც არ ჩაუდენიათ და იმ შემთხვევაში თუ სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს, შესაძლოა რომ მარიამ მეყანწიშვილი ერთ-ერთი ბრალდებული ამ საქმეზე, რომელიც გირაოს თანასწორად იმყოფება თავისუფლებაზე, დარბაზშივე დააკავონ ამ საქმესთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა დარჩენილ ეპიზოდებზე განაჩენი უახლოეს მომავალში უნდა გამოცხადდეს. შემდეგ პროცესზე უკვე დაგეგმილია ადვოკატების მიერ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა და ასევე ცნობილია ისიც, რომ ბრალდებულები ისარგებლებენ საბოლოო სიტყვითაც.